მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, დავიწყოთ მე ვფიქრობ ისტორიული და უმნიშვნელოვანესი თემით, შეერთებული შტატების ეკონომიკური პოლიტიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური სიახლეების ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეეხებოდა ტარიფებს, ზოგადად შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ტარიფები განსაკუთრებით აქტუალური იყო. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ტარიფები, რადგან რეალურად მათ შორის ქართულ მედია სივრცეში თუ ანალიტიკურ ნაწილში თუ ასე შემდეგ ცოცხლებში მათ შორის არის ხოლმე საუბარი, არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი შეერთებული შტატების ეკონომიკური პოლიტიკის და დღეს ფაქტიურად ამ ნაწილის მიმოხილვას ბიზნეს ინსაიდერში პირველად შემოგთავაზებთ გაცილებით ვცლად რა რეალობასთან გვაქვს ჩვენ საქმე, რა რეალური პოლიტიკა აქვს ჩაფიქრებული შეერთებულ შტატების ეკონომიკურ გულს, რა თქმა უნდა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენების მომსწრე, რაც შეიძლება ითქვას, რომ 50 წელიწადში ერთხელ ხდება, საუკუნოვანი გადაწყვეტილება შეგვიძლია დავარქოთ თუ ცოტა უფრო შორს წავალთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ტიპის ცვლილება ისეთი განსაკუთრებული იყო ბრეტონ ვუდსი და ჩვენ ვსაუბრობთ ბრეტონ ვუდსის სისტემიდან მარ-ა-ლაგომდე როგორ მივდივართ და რას ნიშნავს მარ-ა-ლაგოს შეთანხმება. ტერმინი, რომელიც პირველად ახსენა უნგრელმა ამერიკელმა ეკონომისტმა ოჟარიმ და შემდგომ უკვე სტივენ მირანმა დაუჭირა მას მხარი. სტივენ მირანი შეგახსენებთ, რომ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი და არა მხოლოდ მირანი, ბატონი ბესენტის ხაზინის მდივანი, ანუ ფინანსთა მინისტრი, ჩვენ ენაზე რომ თქვათ, უჭერს მხარს ამ იდეას, ამ დოქტრინას, ამ დოქტრინაზე ჩვენ ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ შევდივართ ახალ გლობალურ ეკონომიკურ დღის წესრიგში, სადაც რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში კარგად უნდა გავაანალიზოთ თუ სად იქნება მათ შორის საქართველოს როლი გასაგებია. საქართველო არის პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით, მაგრამ საქართველო მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისი გახსნილ ეკონომიკიდან გამომდინარე არის დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, თუმცა რამდენად სწორად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული და შემთხვევით ბუნებრივია არ მიხსენებია ამ შემთხვევაში ბატონი ბესენტის მხარდაჭერა მოგეხსენებათ, რომ დიდწილად ნიშნავს ფაქტიურად მთელი უოლ სტრიტის მხარდაჭერას ამ ნაწილში. ჩვენ შევხედავთ ახლა ამ ვითარებას, თუმცა მოდით პირველ რიგში შევხედოთ და გავიაზროთ რა ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რაც მათ შორის ტარიფები კიდევ ერთხელ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინსტრუმენტი გამოყენება გახდა საჭირო შეერთებული შტატების მხრიდან. ანუ მცირე ანალიზი გავაკეთოთ, რა ხდება შეერთებულ შტატებში ახლა, ანუ რაზეც პრეზიდენტ ტრამპი, ბატონი ბესენტი და ზოგადად ეკონომიკური გუნდი საუბრობს. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტს. კიდევ ერთხელ მოგეხსენებათ სავაჭრო დეფიციტის ნაწილი, რომელიც პირდაპირ კორელაციაშია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელთან და ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი არის გრანდიოზული, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მილიარდ ევროთ აღემატება და ვხედავთ ყველაზე დიდი ნაწილი დეფიციტის შემთხვევაში ამ შემთხვევაში ფიქსირდება ჩინეთიდან. აქვე საინტერესოა ვიეტნამის დაფიქსირება, მექსიკის, მაგრამ ვიეტნამს მინდა განსაკუთრებით ყურადღება მივაქციოთ, ვინაიდან არსებობს გონივრული ეჭვი. ყოველ შემთხვევაში ანალიტიკოსები ამის შესახებ წერენ, რომ ეს არის გარკვეულწილად კვლავჩინური ექსპორტი, თუმცა ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ერთგვარი ჩრდილოვანი ნაწილი ამ ექსპორტის და თუ შევხედავთ ევროკავშირის მაჩვენებლებს, გერმანია ლიდერობს ამ ნაწილში, მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი არის ის, რომელიც შეერთებულ შტატებს ყველაზე უფრო მეტად აწუხებს, რაც ბუნებრივია შეერთებულ შტატებისთვის. თავარი გამოწვევა იმ კუთხით, რომ შეერთებულ შტატებში ითვლება, რომ ქვეყანა გადაიქცა უფრო მოხმარებებზე აქცენტირებულ ქვეყნად, ვიდრე მწარმოებელ ქვეყნად. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება კიდევ უფრო დეტალურად ჩავალთ, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის ნაწილში. ეს არის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ზოგადად მათ შორის განპირობებულია და მოდით პირველ რიგში შევხედოთ აი ვალის ნაწილს, ხომ? აი ვალის ნაწილში შეერთებულ შტატებს მოუწია 2024 წელს მხოლოდ 1 ტრილიონზე მეტის გადახდა მხოლოდ ვალის საპროცენტო მომსახურებისთვის. აი რაც გრანდიოზული მაჩვენებელია. ხედავთ აი ამ ნაწილს, ისტორიული მაჩვენებელია, დავაკვირდეთ მონაცემებს, რომელიც აი 95 წლიდან არის წამოსული, ბუნებრივია და ამ შემთხვევაში მოდით შევხედოთ ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ასევე თუ კოვიდს გამოვრიცხავთ 2024 წლის ბოლოს, ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა დაფიქსირებული. გასაგებია, რომ ამ დეფიციტის უდიდესი ნაწილი ვალის მომსახურებაზეა, მაგრამ ვალი თავისთავად შეერთებულ შტატებს სჭირდება იმ დანაკლისის შესავსებად, რომელიც არის მათ შორის დეფიციტის ნაწილი, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ უარყოფით სავაჭრო ბალანსის ნაწილი. მაგრამ არა მხოლოდ ეს, ნახოთ კიდევ შემდგომი დიაგრამა. აქ საინტერესო თემაა შემდგომ დიაგრამაზე, რომ შეერთებული შტატების სტრუქტურულ გამოწვევებად დასახელებულია სწორედ წარმოების შემცირება. ანუ თუ შევხედავთ კლიანტში და პროდუქტში, ანუ რეალური სამუშაო ადგილების შემქმნელი, როგორც ამას შეერთებულ შტატებში უწოდებენ, წარმოების პროცენტული წილი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მაგალითად სხვა ქვეყნებში, როგორც არის თუნდაც იგივე ჩინეთი, იაპონია, შვეიცარია და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა.
სწორედ ამიტომ არის ფიქრი და დარდი იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები გადაიქცა უფრო მოხმარების ქვეყნად, შეიძლება ასე ვთქვას, მომხმარებელ ეკონომიკად და არა შემქმნელად. და ესეც არის ბუნებრივია შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ მან მეტი იფიქროს წარმოების შეერთებულ შტატებში დაბრუნება. აქ გარკვეული ელექტორალური ნაწილიც არის, მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით ის შტატებია დაზარალებული, სადაც პრეზიდენტ ტრამპმა ყველაზე უფრო მეტი ხმა მიიღო. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება აი შევხედოთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საბიუჯეტო დეფიციტზე, ხარჯების დიდ მაჩვენებელზე, აი რატომ ხდება ხოლმე, რომ პრეზიდენტ ტრამპი ითხოვს ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან თავდაცვის ხარჯების ზრდის ნაწილს. აი ძალიან მარტივად შევადაროთ, ეხლა ვთქვათ, შეერთებულ შტატებში ხედავთ თავდაცვის ხარჯების თლიანში პროდუქტთან მიმართებაში რა მაჩვენებელზეა და ძალიან მარტივი შედარება შეერთებულ შტატების და ევროკავშირის თავდაცვის ხარჯებს. აი ხედავთ განსხვავებას, აი რამხელა სხვაობა ამ ნაწილში და ძალიან ლოგიკურია შეერთებულ შტატებს ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ძვირი უჯდება, გამოვიდა რომ შეერთებული შტატები არის ასე ვთქვათ, გამცემი ცალმხრივად თავდაცვის ხარჯების, მაგრამ მეორეს თუ თავდაცვის ქოლგას იყენებს ყველა. და რატომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში რომ თავდაცვის ქოლგის გამოყენების დროს მაქსიმალურად თანაბრად, პროპორციულად, სამართლიანად იქნას ხარჯები გადაწყვეტილი. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა ნატოს წევრებთან მიმართებაში, რომელიც შრეთ არასწორად ითარგმნება ხოლმე, მათ შორის ჩვენთან არასწორად ვრცელდება ხოლმე ეს არის სამართლიანობის პრინციპი და ბუნებრივია ეს ხარჯები შეერთებული შტატები კვლავ გაწევს ამ ხარჯებს, პრეზიდენტ ტრამპს არ უთქვამს რომ ამ ხარჯებს არ გაწევს, მაგრამ გონივრული სამართლიანი პროპორცია უნდა იყოს ამ ნაწილში. და ეხლა ხშირად არის ხოლმე საუბარი საქართველოს და ძალიან მარტივად მინდა შევხედოთ ბოლო მონაცემებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს საქართველოს რა გავლენა ექნება. ეხლა ეს არის 2024 წლის ბოლო მაჩვენებელი. მოდით შევხედოთ რა მეგობრებო, რეალურად საქართველოს ექსპორტი შეერთებულ შტატებში რა არის საქართველოს იმპორტი შეერთებული შტატებიდან. ანუ გრანდიოზული სხვაობაა ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვხედავთ. ესე პირდაპირ მყისიერი ეფექტი, რაც არ უნდა ზოგიერთი ბძენი ქართული ანალიტიკოსი რაღაცა ტარიფებით თვლიდეს და საუბრობდეს, ეს არ არის ეს რეალობა, ასეთ ტიპის პირდაპირ გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ ექნება. სხვა შორის ძალიან კარგად ისაუბრა ამ საკითხზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა ტარიფებთან დაკავშირებული ეფექტი. პირიქით ჩდება გარკვეული ტიპის შესაძლებლობა. როცა ჩვენ ვხედავთ მაგალითად შეერთებული შტატებიდან იმპორტის ნაწილში, ეს არ არის ცალსახად ასე ვთქვათ, ნეგატიური იმპორტი, რომელიც ჭალებში ნეგატიური იმპორტი, რომელიც მაინც და მაინც დეფიციტს წარმოქმნის. ეს არის იმპორტი, რომელიც საქართველოსთან რეექსპორტირდება, ანუ დამატებული ღირებულება იქნება ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილები იქნება ქვეყანაში და რეექსპორტის სახით აქ საქართველოს მეტ შემოსავლებს იღებს. ანუ ეს არის ვითარება, რომელიც საქართველოს ასეთ ტიპის პირდაპირ გავლენა არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ტარიფების ნაწილში, ანუ ასე ვიწროთ ახლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, იმპორტ-ექსპორტ ნაწილში არ უნდა შევხედოთ ამ ვითარებას შეერთებულ შტატებთან, ამას უნდა შევხედოთ ჩვენ გაცილებით უფრო გლობალურ სურათში, დიდ სურათში უნდა შევხედოთ. ამ ყველაფერს კარგად უნდა გავიაზროთ, სად მიდის ახალი გლობალური დღესასრიგი და მათ შორის სად უნდა იყოს საქართველოს საკუთარი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. ჩვენ რეალურად შეერთებული შტატების ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გლობალურ დღესასრიგს ცვლის, გვაძლევს შესაძლებლობას და რა თქმა უნდა ქმნის რისკებსაც, ისე როგორც ყველა ქვეყნის, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ თუ სწორად გავიაზრებთ ყველაფერს, ჩვენ თუ შევინარჩუნებთ არსებულ ხედვას, რომელიც დღეს გვაქვს სიმშვიდის სტაბილურობის ეკონომიკურ რეფორმებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პარტნიორულ ურთიერთობებს, ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულ შტატებთან გაცილებით ახლო მოკავშირეები გავხდებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს აქამდე ოდესმე ყოფილა. თუმცა ამ საკითხებზე ჯობს საუბარი გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, ბატონ შოთა ბერეკას. ბატონ შოთა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოგზანებისათვის. ასევე მინდა აღვნიშნოთ, თქვენ ბევრი გიცნობთ როგორც ეკონომისტს და წარსულში ასე ვთქვათ, ასევე ბიზნესში წარმატებულ ადამიანს, მაგრამ ბევრმა არ იცნობთ, თქვენ ხართ კოლუმბიის უნივერსიტეტის ასევე კურსდამთავრებული, სწორედ პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით და შეერთებული შტატების ეკონომიკურ პოლიტიკაზე დარწმუნებული ვარ, თქვენ გაცილებით უფრო კვალიფიციურად ისაუბრებთ ამ ნაწილში. საინტერესო თემაა მთლიანობაში, შეიძლება ასე ითქვას, დიდი მითქმა-მოთქმის ნაწილი, თუმცა პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ, სად არის შეერთებული შტატები ახლა და რას ნიშნავს ეს ახალი დღესასრიგი? გამარჯობა გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. უაღრესად მნიშვნელოვანი საინტერესო თემა არის. თქვენ ძალიან კარგად აღწერეთ მიმდინარე პროცესები და ჩვენ დღევანდელ ვითარებაში საქმე გვაქვს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ცვლილებაზე. და საინტერესო არის ის, რომ ამ ცვლილების ავტორი არის ზუსტად სწორედ ის ქვეყანა, რომელმაც შექმნა აღნიშნული საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა. მანამდე ბრეიტონ ვუდსი იყო, შემდეგ კიდევ 70-იან წლებში შეიქმნა ნეოლიბერალური ფაზა, რომლის იმში იყო გლობალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი ეკონომიკური შეთანხმებები და ჩვენ ვართ მომსწრე ახალი ეპოქის, რომელიც ცნობილია როგორც მარ-ა-ლაგოს შეთანხმებით და რომლის ავტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და კერძოდ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია.
ეხლა აქ ისმის კითხვა, რომ რატომ ხდება ეს პროცესები და რასთან არის ეს პროცესები მიმბული. და აქ ორი მარტივი პასუხია. ერთი არის ის, რომ ის სოფლიო ეკონომიკური მოდელი, რომელიც დღეს არსებობს, უკვე აღარ აკმაყოფილებს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ ინტერესს და უფრო მეტიც გარკვეულ პროცესები საფრთხესაც უქმნის მის სოფლიო ჰეგემონიას და მის როლს როგორც სოფლიოს წამყვან ქვეყანას და მე შეეცდები ახსნა, რომ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. მოდით პირველ ნაწილში ეკონომიკას შევეხოთ და რა გამოწვევებს უჩენს აღნიშნული ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცოდით და დღეს არსებობს ამერიკის ეკონომიკას. და აქ ორი მთავარი გამოწვევი მიზეზი არის. პირველი ეს არის ის, რომ აღნიშნულმა ეკონომიკურმა მოდელმა წლების განმავლობაში ეს პროცესი ათეული წლებია გრძელდება, გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების დეინდუსტრიალიზაცია. პირველი ეს და მეორე ის სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც არსებობს ამერიკისთვის, უკვე აღარ არის საინტერესო. აი მე-12 დიაგრამა თუ შეიძლება. იმიტომ რომ ეს დიდ სავაჭრო დეფიციტს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. აღნიშნულ დიაგრამაში ესა კარგად ჩანს, რომ აი მაგალითისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების წილი სოფლიო ინდუსტრიაში სოფლიო ინდუსტრიის წარმოებაში 28.4% შეადგენდა, ხოლო დღე 20-23 წლის მაჩვენებლით ეს მაჩვენებელი 7.4%-ზე ჩამოვიდა, ანუ 11%-ით შემცირდა და ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოდელით ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ პროდუქციას აწარმოებს, მოიხმარს მეტს მესამე დიაგრამა და აწარმოებს ნაკლებს. ხო. მეორე მნიშვნელოვანი არის ამერიკის სავაჭრო დეფიციტი და 20-24 წელს ამერიკის სავაჭრო დეფიციტმა 1.2 ტრილიონი დოლარი შეადგენდა. პირველი დიაგრამა. და ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელი მომხმარებელი მოიხმარს იმაზე მეტს, ვიდრე ამერიკის ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთთან განსაკუთრებით. ხო, ეს არის სავაჭრო პარტნიორები, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს და აი ჩვენ მაყურებლებს მარტივად ავხსნათ, რომ აი წარმოიდგინეთ ოჯახი ან კომპანია, რომლის ხარჯები აღემატება მის შემოსავლებს და სწორედ ამ პროცესებთან გვაქვს საქმე და ეს პროცესები იწვევს ასევე მნიშვნელოვან პრობლემას ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტისთვის, რაც არის ფისკალური პრობლემა. და რეკორდულ ციფრს მიაღწია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტმა. ის თითქმის 2 ტრილიონს შეადგენს, 1.9 ტრილიონი, ეს უაღრესად დიდი ციფრია. იმიტომ რომ ეს თუ გამოვრიცხავთ ჩვენ ფაქტიურად აი კოვიდის პერიოდის შემთხვევა ისტორიულ კოვიდის შემთხვევაში ჩვენ საქმე ჰქონდა უპრეცედენტო მოვლენაზე, როდესაც ამიტომ გამოსარიცხია სხვა თანამდებობებს, იმიტომ რომ ეკონომიკები დაიხურა და სახელმწიფო იძულებული იყო რომ აგრესიულ ფისკალურ პოლიტიკას გზას დადგმოდა, რომ აღნიშნული პერიოდი გადაეტანა, მაგრამ თუმცა 20-24 წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ფისკალური დეფიციტი 1.9 ტრილიონია და ამის მთავარი განპირობებული ფაქტორი არის ამერიკის შეერთებული შტატის ვალის მომსახურება, რომელიც მათ 20-24 წელს 1.3 ტრილიონი დოლარი შეადგენს. ეხლა რამ გამოიწვია ეს გამოწვეულია იმიტომ, რომ დაწყებული 2001 წლიდან დღემდე ამერიკის ბიუჯეტი დეფიციტური არის, მაგრამ ეს დეფიციტის ნაწილი ყოველ წელს იზრდება და 20-24 წელს მიაღწია 36 ტრილიონს საგარეო ვალმა. და გრანდიოზული მაჩვენებელია და ასევე გაიზარდა ვალის მომსახურების პროცენტი. აი მაგალითად თუნდაც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს საგარეო ვალის პროცენტი შეადგენდა 230 მილიარდ დოლარს. როდესაც დღეს საუბარი გვაქვს 1.13 ტრილიონ დოლარს. აქაც ისტორიული მაქსიმუმია და ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ არსებული წესრიგი მათთვის მიუღებელია და ეს ქმნის ფისკალურ რისკებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მისი ეკონომიკისთვის და კიდევ ერთი ფაქტორი ემატება ამ ყველაფერს არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ის გადაჭარბებულად ბევრს ხარჯავს სოფლიო წესრიგის
შესანარჩუნებლად და აქაც მსგავსი ტენდენციები გვაქვს, აი თქვენს დიაგრამაზე კარგად აღნიშნეთ, რომ თითქმის 1 ტრილიონს მიუახლოვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯები, როდესაც მოკავშირე ქვეყნების, მაგალითად როგორაც არის ევროკავშირი და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ხარჯები თავდაცვაზე შეადგენს 400 მილიარდის ფარგლებშია. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთანხმებები მის ინტერესს აღარ აკმაყოფილებს, არც სოფლიო ეკონომიკური მოდელი არ აკმაყოფილებს ამერიკის ეკონომიკის ინტერესს და ის შექმნელი ცდილობს, რომ გადააწყოს ეს საერთაშორისო გლობალური ეკონომიკური სტრუქტურა ისე, რომ შეესაბამებოდეს ამერიკის პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ რეალობაში. ჩვენ ხო ეს არის საინტერესო დიაგრამა არის, ხო ჩვენ ასეთი განვითარების ორი მოდელი უკვე მოხდა, ერთი იყო ბრენტონ უდსის შეთანხმება, რომელიც 1954 წელს შეიქმნა და ძირითადი პრინციპი იყო, რომ დოლარი გახდათ სოფლიო ვაჭრობის მთავარ ფულად ერთეულად, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ოქროთი და ამერიკის შეერთებული შტატები იყო მთავარი გარანტი სტაბილურობის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები იყო მთავარი ინდუსტრიული მსოფლიო წარმოებელი და ამ პერიოდში ამერიკის ინდუსტრიის წილი მსოფლიო ინდუსტრიაზე 50-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა. ხო, შემდეგ 70-იანი წლებიდან ეს არის პერიოდი, როდესაც ნიქსონის პრეზიდენტის დროდან დაწყებული დღემდე ეს ვიცი ეს ეპოქა სკია ნეოლიბერალური ფაზა, როდესაც აბსოლუტურად მოხდა კაპიტალის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, აი ამ ეპოქაში წამყვანი ინსტიტუტები იყო გლობალური ინსტიტუტები, როგორც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, IMF-ი და ამ მოდელის ძირითადი პრინციპი იყო, რომ მნიშვნელობა არ აქვს წარმოება სად არის, მთავარი არის, რომ წარმოება იყოს ეკონომიკურად და ბიზნეს თვალსაზრისით მომგებიანი და აქ პრინციპი იყო ის, რომ ესა ამერიკული კორპორაციებისთვის მთავარი არის, რომ დაეწერათ მოგება და მნიშვნელობა არ ქონდა ის იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვა განვითარებად ქვეყნებში. და ამ პროცესის ყველაზე დიდი ბენეფიციარი და გამარჯვებული მხარე იყო ამერიკული კორპორაციები და ვოლ-სტრიტი და მეორე მხრივ განვითარებადი ეკონომიკები, როგორც იყო ჩინეთის ეკონომიკა და მაგრამ ყველაზე მეტად დაზარალდა ამერიკის საშუალო კლასი, ასე რომ ვთქვათ, ინდუსტრიული ბაზა. და რაც ტრამპი გვთავაზობს ახალ შეთანხმებას, რომელიც მარ-ა-ლაგოს შეთანხმებით არის ცნობილი, თქვენც აღნიშნეთ, რომ ამის ავტორი გახდა ტრამპის ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე ბატონი სტეფან მირანი, რომელიც სენატმა მარტში აირჩია თავმჯდომარედ და მისი იდეოლოგია დაფუძნებულია სამ მნიშვნელოვან ფაქტორზე. პირველი არის ის, რომ ის თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფულადი ერთეული დოლარი ზედმეტად ძლიერია და ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს დოლარის მიზნობრივი დევალვაცია და კითხვა ისმის რატომ? იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ამერიკის ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებას, ანუ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ამერიკული პროდუქცია და ამერიკაში იმპორტი ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდება. ხო, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია მიღწეული იქნას ინდუსტრიალიზაცია და ქვეყანას დაუბრუნოს თავისი ძალა, რომელიც იყო ძლიერი ინდუსტრიის სახე და ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წილია მსოფლიო ინდუსტრიაში უნდა გაიზარდოს და ეს არის მიზნობარობა არის, რომ 25% შეადგენდეს მისი წილი და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მარ-ა-ლაგოს შეთანხმებით არის, ეს არის, რომ მიზანი არის, რომ ამერიკის მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები გადავიდეს გრძელვადიან სახაზინო ვალდებულებად და ეს აღნიშნული ფისკალური წნეხის მოხსნისკენ არის მიმართული. ხო.
ეხლა უნდა შევაჯამოთ ასე ვთქვათ ეს ნაწილი, ასე ვთქვათ ჯამში, სად მივდივართ ასე რომ ვთქვათ საბოლოო ჯამში და მათ შორის საქართველოსთან გამოდიოდა. მე-14 საინტერესო არის რომ ჩვენ მივდივართ უაღრესად ახალ ეკონომიკურ წესრიგთან გვაქვს საქმე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უაღრესად წამყვან როლს ითამაშებს მე-13-ეს ხო მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობაში თუ მაგალითად აი თქვენ წრეში კარგად ჩანს რომ თუ ბრეიტონ ვუდსის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები იყო სტაბილურობის გარანტი ხოლო ნეოლიბერალურ ფაზაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო ლიბერალური წესრიგის დამცველი და თავისუფალი ბაზრების ხარდაჭერი მარალაგოს შემთხვევაში ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების როლი იქნება როგორც ზესახელწიფოს როლი აღნიშნავს ამერიკულ პრეზიდენტს ტრამპი აღნიშნავს კიდევ და მთავარი მესიჯი იქნება რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა ხო ახლა წარმოების თვალსაზრისით აქაც ამ ცხრილს რო შეხედოთ ბრეიტონ ვუდსის პირობებში ამერიკა იყო ძლიერი ინდუსტრიის საყრდენი და მსოფლიო წარმოების 50%-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატებზე მოდიოდა ნეოლიბერალური წესრიგის პირობებში ჩვენ მქონდა მასშტაბური აუთსორსინგი, როდესაც ინდუსტრიული სამუშაო ადგილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გავიდა და ის გადაინაცვლა გაიმთარებად ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ჩინეთში და მარალაგოს შეთანხმების პირობებში ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი არის რომ დააბრუნოს ამერიკის ძალა და შექმნას რეინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო მე-14 და სამწუხაროდ ცოტა დრო გვაქვს ამ ნაწილში ბოლო დიაგრამა და აი ამ ხო აქ ახლა გამარჯვებული ქვეყნები ვინ იქნება მნიშვნელოვანი ამაზეც აღვნიშნოთ ეს ახალი წესრიგში გამარჯვებული ქვეყნები იქნება ისევ ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო კლასი ასევე ის ქვეყნები რომლებიც პარტნიორები იქნება ჩვენ როლზე რო ვთქვათ ამ ახლა ჩვენ როლს რაც შეეხება ხო თავარი და უნიშნულოვანესი არის ის რომ ჩვენ ვიცოდეთ და სწორ ანალიზს უკეთებდეთ რა ხდება ხო და როგორც მოგეხსენებათ ყველა ცვლილება ქმნის შესაძლებლობებს და ასევე ქმნის რისკებს და ჩვენი მიზანი არის რომ დავაზღვიოთ ეს რისკები და გამოვიყენოთ შესაძლებლობები და ჩვენ გავდივართ ეპოქაში, როდესაც ქვეყნებს შორის, როდესაც გლობალური ინსტიტუტების უსწრება და ძალიან დიდი როლი ენიჭება ქვეყნებს შორის შეთანხმებებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. და ამიტომ პირველი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენ რეგიონში არსებული ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები, ასევე სწორად გავსაზღვროთ ჩვენი ეკონომიკური ინტერესები, სადაც შეგვიძლია დავამტყიოთ ინტერესები, დავამტყიოთ ეს და გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რადგან აღნიშნული ცვლილება უდიდეს შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ანალიზისათვის. უღრესი მადლობა კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, სლად მოვიხილეთ შეერთებული შტატების ეკონომიკური პოლიტიკა პოტენციური გავლენა საქართველოს. შეიძლება კიდევ მეტი და დარწმუნებული ვარ, ამის საშუალება გვექნება. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.